მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით აჭარის ტელევიზიის შენობის წინ. აქ მობილიზებულია პოლიცია და ამის მიზეზი არის კარავი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ აქ გაშალა ორგანიზაცია მე მიყვარს ჩემი ბათუმის წევრებმა, გაშალეს კარავი. ისინი ითხოვენ აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადადგომას. უფრო ზუსტად რა მოთხოვნები აქვთ მათ ამის შესახებ ისაუბრებს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე მილორავა. გავესაუბროთ მას. ბატონო ალექსანდრე, რა ხდება, რა ითხოვთ, რა მოთხოვნები გაქვთ? რატომ გაშალეთ კარავი და რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ? რას გულისხმობთ კონკრეტულად შეცდომებში? რაზეც თქვით ახლა ცოტა ხნის წინ, რომ სწორედ ამის გამო ითხოვთ მის პოლიტიკის დამოუკიდებლად განხორციელებას ყველა გაათავისუფლოს გამოგონილი მიზეზებით, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას. ასე კონკრეტულად ბორცავს საშუალება რომ გააკეთოს კონკრეტული ინსტიტუტიდან გამომდინარე არასრული პროცესი საზოგადოებრივი მოხდომების გათვალისწინების პრიორიტეტები, რომლის ერთ-ერთი მაგალითი არის ის არასრული საგამოძიებო ფილმები კონკრეტულად წინაწლის ბიუჯეტიდან 300,000 დოლარი გამოიყო ელექტრონული გადაწყვეტილებით და მას ფაქტობრივად არ წარუდგენია 2020 წლის კვარტალის ბიუჯეტი ბოდიშის და ამას არანაირი დემოკრატია არ მოყოლია ბოდიშიდან, ასე რომ ეს ყველაფერი ეს მოსამართლობა რომლის თანახმადაც გეოგრაფიული აუცილებლად უნდა გადაწყვეტოს და პოლიტიკური მასშტაბით უნდა გაათავისუფლოს ატარებდა. ანუ როგორც მივხვდი, თქვენ ბორდისგან ითხოვთ, რომ ბორდმა დააყენოს ეს საკითხი. მადლობთ. ვაგრძელებთ ჩართვას აჭარის ტელევიზიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. როგორც ხედავთ, აქ გაშლილია კარავი, აქ იმყოფებიან ორგანიზაცია მე მიყვარს ბათუმის წარმომადგენლები, რომლებიც ითხოვენ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადადგომას და ისინი საუბრობენ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც გათავისუფლდნენ ბოლო პერიოდში სამსახურიდან ან მოუწიათ იმ პოზიციის დატოვება, რა პოზიციაზეც მუშაობდნენ. მე მიყვარს ჩემი ბათუმის წარმომადგენელი ამბობს, რომ სწორედ ისინი იყვნენ სიტყვის თავისუფლების გარანტი აჭარის ტელევიზიაში და ამიტომაც ითხოვენ დირექტორის გადადგომას. ვაგრძელებთ ჩართვას, აქ იმყოფებიან ორგანიზაციის სხვა წევრები, შევეცდები ახლა სხვებსაც გავესაუბრო. ბატონო ნუგზარ, თქვენს რომ გითხრათ, თქვენი მოთხოვნა რა არის? ლაივში. თუ ბორდი არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რას აპირებს? დრო დაგვისახელოთ რა დარღვევებზე არის საუბარი.
დარღვევები არის ფინანსური დარღვევები და არის პრიორიტეტების დარღვევა, ყველაზე უფრო დიდი განაცხადია საზოგადოების მაუწყებაში, რომელიც აღიარება პროექტის განმავლობაში. ამას ისინი ხდიან რაღაც ფორსმაჟორული მდგომარეობები და ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა თვითონ ეწევიან, ამიტომ ეს არ არის საზოგადოების დარღვევები და თავისთავად ბორდი ვალდებულია დააყენოს დიდი მადლობა. ჩვენ ვrჩებით აჭარის ტელევიზიის შენობის წინ, სადაც შეგახსენებთ, რომ გაშლილია კარავი, აქცია მიმდინარეობს. ორგანიზაცია მე მიყვარს ბათუმი ითხოვს ტელევიზიის დირექტორის გიორგი ჭეხრეიძის გადადგომას. ისინი ამბობენ, რომ ამის მიზეზი არის ტელევიზიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და იმ თანამშრომლების გათავისუფლება, მათი სხვა პოზიციებზე გადაყვანა, რომლებსაც მიიჩნევენ თავისუფალი სიტყვის გარანტად მაუწყებელში. აქ არის პოლიციის ორი ეკიპაჟია ადგილზე, როგორც ხედავთ. პარალელურად გრძელდება ორგანიზაცია მე მიყვარს ბათუმის აქცია. მე მიყვარს ბათუმის წევრები ბორდისგან ითხოვენ რეაგირებას და ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ბორდმა უნდა მიიღოს და ბორდმა უნდა დააყენოს დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში. ჩვენ ჯერჯერობით არ მოგცემია ბორდთან გასაუბრების საშუალება. შევეცდებით, რომ ბორდსაც გავესაუბროთ, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა, რა იქნება მათი პასუხი აქციასთან დაკავშირებით. ამას ჩაწერისთანავე, როგორც კი მოგვეცემა საშუალება, მოგაწვდით ამ ინფორმაციას. ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანი ჩამოაშორეს Newsrooms რედაქციას. სამსახურის დატოვება მოუწია წამყვანს თეონა ბაკურიძეს, ასევე რამდენიმე რედაქტორს, კიდევ ერთ წამყვანს თეონა თურმანიძეს და ასე შემდეგ. სწორედ ამ ადამიანებზე საუბრობს ორგანიზაცია და ისინი ამბობენ, რომ ეს ადამიანები სწორედ იმის გამო, რომ იყვნენ კრიტიკული ჟურნალისტები და სიტყვის თავისუფლების დამცველები, სწორედ ამიტომ მოუწიათ მათ სამსახურის დატოვება. ამაზე საუბრობს ორგანიზაცია. ორგანიზაციას ცოტა ხნის წინ, დაახლოებით უფრო სწორად ზუსტად 2 დღის წინ აქ ჰქონდათ აქცია და ისინი ითხოვდნენ ასევე დირექტორის გადადგომას, იგივე მიზეზით მართავდნენ აქციას. შემდეგ ისინი დაიშალნენ და გამოაცხადეს, რომ 2 დღეს აძლევდნენ დირექტორს იმისთვის, რომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ეხლა კი ისინი პასუხს უკვე ითხოვენ ბორდისგან და მიიჩნევენ, რომ ბორდმა უნდა დააყენოს დირექტორის საკითხი. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ალექსანდრე მილორავას, რომელიც ადგილზე იმყოფება და ის ამბობს, რომ აქ დარჩებიან, ვიდრე ბორდისგან არ მოისმენენ გადაწყვეტილების შესახებ თუ რა რეაგირება ექნება ბორდს მათ მოთხოვნაზე. ჩვენ ვიცით ასევე, რომ ჟურნალისტები, რომლებსაც მოუწიათ პოზიციების დატოვება, მათ მიმართეს სასამართლოს და საკუთარ უფლებებს სასამართლოში იცავენ. მათ უფლებებს იცავს ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ასევე აკეთებდნენ განცხადებებს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ამბობდნენ, რომ არ იყო აქ მიმდინარე პროცესები ჯანსაღი და იწვევდა ბევრ კითხვას. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გაშლილია კარავი. ეს კარავი გაშალა ორგანიზაცია მე მიყვარს ბათუმმა და ისინი ბორდისგან ითხოვენ დირექტორის გადადგომის საკითხის დაყენებას და ამ საკითხის განხილვას. შეგახსენებთ ასევე, რომ ამ პროცესებს წინ უძღოდა ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები, მწვავე პროცესები საკმაოდ, რის შემდეგაც რამდენიმე ჟურნალისტს მოუწია პოზიციის დატოვება. მათ სასამართლოს მიმართეს, თუმცა როგორც ვიცით, პროცესები ჭიანურდება და ჯერ არ არის დაწყებული ამ საქმეების განხილვა. როგორც ვიცით, 9 საჩივარია შესული
ტელევიზიის 9 თანამშრომელი ყოფილი და მოქმედი უჩივის მენეჯმენტს. კონკრეტულად კი დირექტორის გადაწყვეტილებებს ასაჩივრებენ ისინი. ისევ შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობის წინ. აქ მოძრაობა მე მიყვარს ბათუმი მართავს აქციას, მათ გაშალეს კარავი და ითხოვენ დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადადგომას. ისინი მოთხოვნას აყენებენ ბორდის წინაშე და ითხოვენ, რომ სწორედ ბორდმა უნდა დასვას ეს საკითხი დღის წესრიგში, შემდეგ კი განიხილოს. ეხლა მოვიდა ლელოს წარმომადგენელი ირაკლი კუპრეიშვილი, აქ მასაც გავესაუბრებით. მისი მოთხოვნა რა არის კონკრეტულად? ირაკლი, თუ შეიძლება ბათუმელების ლაივში რომ ისაუბრო, შენი მოთხოვნა რა არის? უერთები თუ არა აქციას და რომ შეაფასო ზოგადად რა ხდება? სამწუხაროდ ხედავ, ძალიან მძიმე რეალობა, და თავისი შედეგია ეს ადამიანები არიან პროფესიონალები მადათმები, ხედავ ძალიან მძიმე დარტყმას აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საჯარო სისტემა და საფუძვლება ყველა ჩვენი მოქალაქეთა, რომელსაც ცხოვრობს ჩვენ სახელმწიფოში. რომ ეს არის პრინციპული საკითხი, რომ ხელი და საფუძვლები აღგენილია თუნდა მოხდეს. ეს საკითხი არის გიორგი კოხრეიძე, რომელსაც ინჟინერში განსაკუთრებული მიიღო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტები სასამართლოში მოიგებენ ამ პროცესებს, თუმცა დაზარავდება ამის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ბიუჯეტი, რომელსაც მოუწევს უზარმაზარი კომპენსაციების გაცემა, არასწორად მიღებული გადაწყვეტილება და მოუწევს სამართლებრივი სამსახურის აღდგენა, რაც შეიძლება დაგვიანებული იყოს, რადგან დღეს ჩვენი მყოფლების მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჯოლის პროცესი. ეს და ამის ჩვენ არ გვჭირდება არ სახელმწიფო და არც ოპოზიციური ტელევიზია, შეიძლება ობიექტური ტელევიზია, რასაც გიორგი კოხრეიძე დღეს გვაქვს. სოლიდარული ვარ მოსწავლე მოქალაქის მიმართ, უპირველად ამისა ვთვლი, რომ პროტესტის ფორმა არის საკმაოდ მკაცრი და მძიმე, რასაც არც გიორგი კოხრეიძე და არც ქართული ოცნება არ იცავენ კანდიდატის სახელიდან, თუმცა სოლიდარობას გამოვხატავს და გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის და აჭარის ტელევიზიის თავისუფლებას. დიდი მადლობა, ვაგრძელებთ ჩვენ ლაივ ჩართვას ტელევიზიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც აქცია გრძელდება. კარავი არის გაშლილი, კარავი გაშალა ორგანიზაცია მე მიყვარს ბათუმმა და ისინი ითხოვენ ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადადგომას. ცოტა ხნის წინ ჩვენ გქონდა ლელოს წარმომადგენლის ჩართვა ირაკლი კუპრაძის, ის ამბობს, რომ სოლიდარულია ამ აქციის მიმართ და უნდა დასრულდეს ჟურნალისტების შევიწროების პროცესი, რასაც ადგილი ჰქონდა და დღესაც აქვს აჭარის ტელევიზიაში. ამას აცხადებს ირაკლი კუპრაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ. უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრების გარეშე. ეს ორგანიზაცია წერდა, რომ არ არის ჯანსაღი პროცესი, რაც მიმდინარეობს აჭარის ტელევიზიაში. ისინი ორგანიზაცია პირდაპირ საუბრობდა ჟურნალისტების შევიწროებაზე და განცხადებას აკეთებდა იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა შეწყდეს. ვიდრე მოუწევდათ მათ სამსახურების დატოვება, ჟურნალისტები, რომლებიც დღეს აქ არ მუშაობდნენ, საუბრობდნენ, რომ პროცესი იყო საკმაოდ არაჯანსაღი და ისინი ითხოვდნენ ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს. დააკვირდით რა ხდება აქ. აქციებსაც კი მართავდნენ.
თუმცა როგორც ვიცით, ამ დროისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს, 9 თანამშრომელს მოუწია სამსახურის დატოვება, მათ შორის ზოგიერთს მოუწია პოზიციის დატოვება. ბატონო ალექსანდრე, კიდევ მინდა გკითხოთ, აი ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუპრაძე მახსენა შიმშილობა და თქვენ გამოაცხადეთ შიმშილობა? ანუ თქვენ აცხადებთ შიმშილობას, ვიდრე ბორდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ დაიწყებს ამ პროცესების და მანერებს რომ აქ დარჩეთ ამ კარავში და უკვე დაწყებული გაქვთ შიმშილობა. მხოლოდ თქვენ თუ თქვენი ორგანიზაციაც გიერთება? მადლობა. როგორც მოისმინეთ, ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე მილორავა აცხადებს, რომ ის იწყებს შიმშილობას, ვიდრე ბორდს არ ექნება შესაბამისი რეაგირება და არ დადგება დღის წესრიგში ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადაყენების საკითხი. ამ ორგანიზაციას 2 დღის წინაც ჰქონდა აქცია, ისინი ამბობდნენ, რომ აპროტესტებენ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს და იმ ჟურნალისტების სამსახურებიდან წასვლას, რომლებიცაც ისინი მიიჩნევენ, რომ არიან თავისუფალი სიტყვის გარანტი, მათ გათავისუფლებას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმაურებოდნენ, აკეთებდნენ საკმაოდ მკაცრ განცხადებებს და მიანიშნებდნენ ამ ჟურნალისტების შევიწროვებაზე, აფასებდნენ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს, როგორც არაჯანსაღ პროცესებს. და შემდეგ ამ ჟურნალისტებმა სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა როგორც ვიცით, პროცესი ჭიანურდება და ჯერ არ არის დაწყებული ამ საქმეების განხილვა. ადგილზე პოლიციის ერთი ეკიპაჟი რჩება. როგორც ხედავთ, აქცია გრძელდება. აქ რჩებიან ორგანიზაცია მე მიყვარს ბათუმის წარმომადგენლები, მათ შორის ერთმა ალექსანდრე მილორავამ დაიწყო შიმშილობა და ამბობს, რომ ის შიმშილობას გააგრძელებს, ვიდრე ბორდი არ დააყენებს დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადაყენების საკითხს.